მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც დასამტკიცებლად თბილისის საგრებულოს წარუდგენთ. თითეული მათგანი შერჩეულია პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემი გუნდი გავამართლებთ თბილისის მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ მაღალ ნდობას და ჩვენს პოზიტიურ კვალს დავტოვებთ დედაქალაქის განვითარების პროცესში. მე მინდა წარმოგიდგინოთ პირველ რიგში თბილისის მერის მოადგილის კანდიდატურები. პირველ მოადგილედ წარმოდგენილი არის ბატონი ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა. ბატონი ალექსანდრე 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. პროფესიით ის არის ეკონომისტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვის კვალიფიკაციით. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და პასუხისმგებლობით. მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ის დღემდე კითხულობს ლექციებს. აქვს საჯარო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კომერციულ ბანკებსა და სხვა კერძო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდილებას ის თბილის და მის მოსახლეობის სასიკეთოდ გამოიყენებს და თბილის დედაქალაქს მოახმარს. თბილისის მერის მოადგილეებად წარმოდგენილი არიან ნინა ხატისკაცი. მას არასამთავრობო სექტორიდან ბევრი თქვენთაგანი ძალიან კარგად იცნობთ. ნინა არის ძალიან პრინციპული და სამართლიანი ადამიანი. მას აქვს მრავალპროფილური გამოცდილება პროექტების მართვის, საჯარო სტრუქტურებთან მუშაობის, სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის ამაღლებისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტში. იყო არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამების დირექტორი. ნინა პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ დედაქალაქს მისი გამოცდილება ძალიან წაადგება. გიორგი ხელაია დღემდე იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. 2014 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებსა და სხვადასხვა სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ბატონი გიორგი პროფესიონალი და კვალიფიციური ეკონომისტია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მჯერა, რომ ამ პოზიციაზე ის ასევე წარმატებული იქნება როგორც სხვა წინა სამსახურებში. ასევე მერის მოადგილედ წარმოდგენილია ბატონი გიორგი სოლომონიას კანდიდატურა. გიორგი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და მათ შორის ჩემი მინისტრობის დროს ეს იყო ჩემი მოადგილე. მას აქვს მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში, საგამოძიებო სამსახურებში. არის კვალიფიციური იურისტი და ეკონომისტი. მინიჭებული აქვს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. ასევე ის გამორჩეულია იმით, რომ იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სხვადასხვა ბრძოლებში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება ასევე და მისი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად წაადგება დედაქალაქის განვითარებას. ასევე ქალაქ თბილისის მერის მოადგილედ წარმოდგენილია ბატონი ალუდა გოგლიჩიძის კანდიდატურა. ალუდა სამეცნიერო, პრაქტიკული, პედაგოგიური და მენეჯერული მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია. 2013 წლიდან ის არის შავი ზღვის რეგიონული მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დამფუძნებელი. 2012-2013 წლებში იყო განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორად, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში, საქართველოს ჰუმანიტარული განვითარების ცენტრში და სხვადასხვა დაწესებულებებში. ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პერიოდში ბევრ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და პროგრამას. მონაწილეობას ღებულობდა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში. არის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ასევე წარმოგიდგენთ თბილისის გამგებლობის კანდიდატებს. აქ არის წარმოდგენილი 10-ვე გამგებლობის კანდიდატი. მე თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე დავახასიათებ. საბურთალოს გამგებლად წარმოდგენილია ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა.
ბექა ბოლო პერიოდში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად. დამთავრებული აქვს ეკონომიკის და სახელმწიფო მართლობის ფაკულტეტები. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. კარგად იცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს და ვფიქრობ, რომ საბურთალოელებს ძალიან ღირსეული გამგებელი ეყოლებათ ბექას სახით. ვაკის გამგებლად წარმოდგენილია ბატონი გივი ჭიჭინაძის კანდიდატურა, რომელსაც არათუ თბილისი, არამედ მთელი საქართველო ძალიან კარგად იცნობს და უდიდეს პატივს სცემს. ბატონი გივი არის ღირსების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დამეთანხმებით, რომ ბატონი გივი ძალიან გულისხმიერი ადამიანია, უზომოდ შეყვარებული თავის ქალაქზე, ჩვენს ქალაქზე და დარწმუნებული ვარ, რომ ვაკის მოსახლეობა ნამდვილად იამაყებს საკუთარი გამგებლით. თაწმინდის რაიონის გამგებლად წარმოდგენილია ბატონი გელა არჩვაძის კანდიდატურა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება თბილისის კეთილმოწყობის და ბინათმესაკუთრეთა მომსახურების სფეროში. მუშაობდა წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე. არის სპორტსმენი, მათ შორის თამაშობდა თბილისის დინამოში. არის მრავალშვილიანი მამა. ჩუღურეთის გამგებლად წარმოდგენილია ბატონი ზურაბ ჩიკვილაძის კანდიდატურა. მას აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. 2012 წლიდან იყო სამშენებლო კომპანია გიზინის დამფუძნებელი და დირექტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი. დიდუბის გამგებლად წარმოდგენილია ქალბატონი ირმა ზავრადაშვილის კანდიდატურა. ქალბატონი ირმა პროფესიით ექიმია. მას აქვს დიდარი გამოცდილება როგორც საკუთარი პროფესიით მუშაობის, ისევე პოლიტიკური საქმიანობის. ქალბატონი ირმა არის არაერთი ნაშრომის ავტორი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახით დიდუბელებს ძალიან წარმატებული გამგებელი ეყოლებათ. ნაძალადების გამგებლად წარმოდგენილია საზა გაბუნიას კანდიდატურა. საზა არის ძალიან ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა კაცი. 2013-2014 წლებში იყო საკრებულოს წევრი და ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე. მისი ერთ-ერთი პირველი სამსახური კი ფშავში ბაჩანა რაზიკაშვილის სახელობის სკოლაში იყო და იქ დაიწყო მან სწორედ პედაგოგიური მოღვაწეობა. ფიქრობ, რომ მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი სხვა მის პოლიტიკურ გამოცდილებას რო თავი გავანებოთ, საიმისოდ რომ ის იყოს წარმატებული, გამგებელი და ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ რაიონს ნამდვილად გამოადგება. საზა არის რამდენიმე წიგნის და ათობით საგაზეთო თუ ინტერნეტ პუბლიკაციის ავტორი პოლიტიკურ თემებზე. კლდანის რაიონის გამგებლად წარმოდგენილია ბატონი ბესიკ ქარცევაძის კანდიდატურა. ის პროფესიით არის იურისტი, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და წლების განმავლობაში ამავე ასოციაციაში მუშაობდა. არის ძალიან ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი. კრწანისის გამგებლად წარმოდგენილია გიორგი კოპალეიშვილის კანდიდატურა. გიორგი არის კვალიფიციური ფინანსისტი და ეკონომისტი. განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში. გიორგის აქვს პროექტების მართვის, საჯარო კერძო პარტნიორობის, საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. მუშაობდა არაერთ წარმატებულ კომპანიაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ისნის გამგებლად წარმოდგენილია ბატონი ვახტანგ ქიზიყურაშვილი. ვახტანგი არის ენერგეტიკოსი და ეკონომისტი პროფესიით. მას აქვს თვითმმართველობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. სამგორის გამგებლად წარმოდგენილია მამუკა ჩოქურის კანდიდატურა. მამუკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში. შემდეგ გადავედით ადმინისტრაციულ სამსახურებზე. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად წარმოდგენილია ბატონი რევაზ ჩახავას კანდიდატურა. რეზო პროფესიით ეკონომისტია, დღემდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საკვანძო თანამდებობებზე. აქვს როგორც საწარმოო მართვის, ასევე საკადრო პოლიტიკის,
ანალიტიკური და ეკონომიკური მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. რაც შეეხება საქალაქო სამსახურებს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია ბატონი ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა. ბატონი ბიძინა 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად გარემოს დაცვის სამინისტროში. მან წარმატებით განახორციელა სააგენტოს რეფორმირება. შექმნა ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა. სატყეო პოლიტიკის მიმართულებით წარმატებით განახორციელა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამა. ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსად წარმოდგენილია ირაკლი ბერიკაშვილის კანდიდატურა. 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დიპლომატ ჯორჯიაში ბიუჯეტირების და ფინანსური ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელად. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის ასევე მუშაობდა TBC ბანკში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარმოდგენილია გეგი ნიჟარაძის კანდიდატურა. ის პროფესიით ეკონომისტია, მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე. იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია ქალბატონ გურანდა რომანაძის კანდიდატურა. 2012 წლიდან დღემდე ის მუშაობს განათლების და მეცნიერების სამინისტროში. აქვს როგორც საჯარო სამსახურში, ასევე სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მას თვითმმართველობის სფეროში უამრავი კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტი აქვს მომზადებული. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია ავთანდილ სუდაძის კანდიდატურა. 2013 წლიდან დღემდე ის მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სამშენებლო სფეროში მას აქვს მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება. ის მონაწილეობდა ისეთი პროექტების განხორციელებაში და ბევრ მათგანს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის ბაქო-თბილისი ჯეიხანის მილსადენი, ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის პროექტი, რუსთავის საერთაშორისო ფორმულა 3-ის საბრძოლო ტრასა, ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი და ასე შემდეგ. საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია ლევან თევზაიას კანდიდატურა. დღემდე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში. ასევე მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი. აქვს საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება. სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად წარმოდგენილია გელა ჩივიაშვილის კანდიდატურა. 2013 წლიდან დღემდე გელა მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსად. მას ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებით წარმატებით იმუშავებს და წარმატებით გაართმევს თავს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია პაატა ჯაჭვლიანის კანდიდატურა. წლების განმავლობაში პაატა მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, საბაჟო მიმართულებით და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. არის ომის ვეტერანი, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში. შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია დავით მორალიშვილის კანდიდატურა. 2013 წლიდან დღემდე დავით მორალიშვილი მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილია ვალერი პოპიაშვილის კანდიდატურა. 2014 წლის აპრილიდან მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე ჩუღურეთის სამსახურის უფროსის მოადგილედ. მას ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მინიჭებული აქვს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ დამატებით ორი ძალიან საკვანძო სამსახურის ხელმძღვანელი, რომლებიც
თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ არიან და შესაბამისად საკრებულოს მათი კანდიდატურა დასამტკიცებლად არ წარედგინება, თუმცა ისინი შესაბამის სამსახურებში დაინიშნებიან. ეს არის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ღოღობერიძე. სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმოვადგინეთ მისი კანდიდატურა, მას სივრცითი დაგეგმარების, ფასადებისა და ინტერიერის არქიტექტურა დიზაინზე მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში. მან დაამთავრა საქართველოში, შემდგომ სწავლობდა საფრანგეთში, იქვე რამდენიმე წლის განმავლობაში სტაჟირება გაიარა და მუშაობდა ადგილობრივ პროექტებში. 2009 წლიდან დღემდე არის სტუდია A+D-ს დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი. მუშაობდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისა და დაცვის ფონდში, თბილისის განვითარების ფონდსა და ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში. და ბოლოს, ქონების მართვის სამსახურის უფროსად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ გიორგი გაგოშიძის კანდიდატურას. გიორგი არის ეკონომიკისა და მართვის სპეციალისტი. 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერიასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში. აქვს როგორც კერძო კომპანიებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ძალიან დიდი მადლობა. აქვე გავაკეთებ თქვენი სტებართვით ორ განმარტებას. პირველი, ქალაქ თბილისის საკრებულოს შესაბამისი კანდიდატურები გადაეგზავნება ორშაბათს დილით. იმისათვის, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვით დაინიშნოს საკრებულოში განხილვების შესაბამის კომისიებში და სამშაბათს გავიდეს საკრებულოს ხდომაზე დასამტკიცებლად. მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის შესაბამისად თბილისის საკრებულოს წარედგინება თბილისის მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებული კანდიდატურები. ამიტომ ზოგიერთი სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც არ შედიან თბილისის მთავრობის შემადგენლობაში, მათი, ასე ვთქვათ, დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება გაგზავნილი თბილისის საკრებულოში. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულო იმშელებს და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშავებ და 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენ წინასაარჩევნოდ გავეცით და ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ ამ მომრჩევლის წინაშე წარვსდებით, იყოს თავიდან ბოლომდე შესრულებული. ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან ღიად და ძალიან გამჭვირვალით. აქვე მინდა დავძინო ერთი, ასე ვთქვათ, დამატებითი ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი გიორგი ხელაია დღეს არის მოქმედი მინისტრის მოადგილე და უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ამბასადორიალი, მან უნდა უხელმძღვანელოს ამბასადორიალის ერთ-ერთ მიმართულებას, შესაბამისად უნდა გადააბაროს მის შემცვლელს შესაბამისი დოკუმენტაცია და ასე შემდეგ, ამიტომ ბატონი გიორგი ხელაიას კანდიდატურა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად ოდნავ მოგვიანებით რამდენიმე დღეში წარედგინება. ასევე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი სამსახური თბილისის მერიაში, ეს არის სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახური, გაიყოს რამდენიმე საქალაქო სამსახურად. აქედან გამომდინარე, მომდევნო კვირას ასევე მას შემდეგ, რაც შესაბამისი პროცედურები დამტკიცდება თბილისის საკრებულოს შემადგენლობა, ამ სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული წინადადებები და დამატებითი კანდიდატურები გაყოფილი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად დანიშვნის თაობაზე, ასევე მომდევნო კვირას წარედგინება თბილისის საკრებულოს.